ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, გამოძიებას მერვე მუხლით მიმდინარეობს, რაც შეეხება ქალს, ეს არის 63 წლის მარგო ზოიძე, მეზობლები, ქალები, რომლებიც გამოკითხვაზე სულ ცოტა ხნის წინ მივიდნენ, ყვებიან ასეთ ამბავს, ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გაიგონა ყვირილის ხმა, ამიტომ მეზობლის საშუალოდ გადავიდა შემთხვევა დაახლოებით დილის გამდენის 5:09 მოხდა, კართან მისულს ქალბატონი 63 წლის გარდაცვლილი სთხოვდა შველას, თუმცა როდესაც მან უთხრა, რომ კარი გაეღო, ნარგიზ ზოიძემ ასეთი პასუხი გასცა, რომ ეგდო იატაკზე და აქედან გამომდინარე კართან მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მეზობელი წავიდა დანარჩენების დასაძახად და როდესაც უკვე რამდენიმე ქალი დაბრუნდა მის საშველად, სახლიდან აღარანაირი ხმა აღარ გამოდიოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ყველა დაბრუნდა საკუთარ სახლში და ამ ამბის შესახებ, იმის შესახებ, რომ 63 წლის ქალი გარდაიცვალა, უკვე დილით გაიგეს, გამოძიება 100-მერვე მუხლით დაიწყო, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, პირველადი და დაუდასტურებელი ინფორმაციით მას თხილის ფული ჰქონდა და ამიტომ საყაჩაღოდ შევიდნენ და ასევე პირველადი და დაუდასტურებელი ინფორმაციით ადგილობრივების ნაწილის თქმით, მას ყელი გამოჭრეს და სისხლისაგან დაცლის შედეგად გარდაიცვალა. აი ყოველდღიურად რომ ყვიროდა ჩემს სახლის იქით გზა. მე მეგონა რომ რაც ავარია მოხდა მით და ამაზე ყვირიან მეთქი. რომ ტელეფონი გამექცე და ბონდურე გატრებია მიშველეთ. აბსოლუტურად და კაკაკაკა. კარგი მიყენ არგული მეთქი ვერ გავაყენე პოლზევად ისაო ჩამარდინიო. და კეთე მოზებელები დურძახე და ეს იყო და ხილი ჩაბარა იმ დღეს. არა. თანხა ქონდაო ხილი ჩაბარავ ამბობენ. მე არ ვიცი, რომ არკინინას ხდება. ყველა თქვა. მეუღლე მუშაობდა გომის მთაზე იყო. ხო, კი ბატონო. ძინავდა სახლში. გადმოვიდა გენდარიკოს გამოვიდა დაბალი ქალი. მაგანდა დამიძახა რომ მარგო ყვირისო. მიშველეთო და გადევდეთო და დაგემეოსო. სანამ ჩემეცი, ჩემეცი და რომ გედეველი რამე ხმა აღარ. უძახეთ მარგო, რამე ხმა. შეგეშინდა ჩვენაც უკან დაუბრუნდით. და მივედით სახლში და გათენდა დილაზე ხალხმა ადგა და გამივედით გარეთ ჩვენც. ამბობენ რომ თხილი ჩააბარა და იმის თანხა ჰქონდაო. თხილი იყო ახალში გაშლილი ვასეჩი. არა. რა ვიცი ახლა რამდენი თხილი მოკლეთა მაგას ბევრი თხილი არ მოყვა. ანუ თანხა ჰქონდა რაიმე თუ იცით თუ ერთი თანხა ყველას. რა ვიცი. მეზობლის ქალმა დამიძახა დეიძი მოსულა იქ და წამოვიდეს რაღაცა ხმაურიაო, მაგრამ რო გადავედით არაფერი არის. ანამდე რა მოხდა ახლა? ხომიცი ხამის საათები. თანც ძალიან ცუდი ამინდა. თანხა ჰქონდაო სახლში, როგორც გითხეს ხილი ჩააბარა. არ ვიცი ახლა ხილი ჩააბარა. ნაღდათ არ ვიცი, სამწუხაროდ წავალ. არის გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდო არის მკვლელობა, მაგრამ დანარჩენს ვერ გეტყვი ვერაფერს. ყელი აქვს გამოჭრილი ახალგაზრდა ქალსო, როგორც მითხრეს. მე თვითონ ფაქტთან ვერ მივედი ახლოს ფიზიკურად და ვერ მივალ, მე არ შემიძლია ეგეთი რაღაცები და ამბობენ რომ მსგავსი რაღაცა არის, რასაც ამბობს. ფაქტს გიდასტურებ, საქმეზე მიმდინარეობს გულის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სიცხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლით. დანარჩენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეც ვერ მოვაცემებ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ყელი აქვს გამოჭრილი, ამას გვიდასტურებთ. გიდასტურებ ფაქტს, რომ არის მკვლელობაზე გამოძიება დაწყებული, დანარჩენ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე დეტალებს ვერ მოვაცემებ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა დაბა ნასაკირელში, გამოძიება დაიწყო უკვე ოზურგეთის პოლიცია, გამოძიება მიმდინარეობს 100-მერვე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.